დღეს ისტორიული დღეა. ამბასადორი აილენდ ბათუმის ტერიტორიაზე საფუძველს ვუყრით პირველ ცათამბჯენს. მრავალფუნქციური კომპლექსის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის განთავსებამდე სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამბასადორის კუნძულის პირველ უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად შავიზღვისპირეთში. ეს ინიციატივა არის ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის, ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება, არის რა თქმა უნდა ურთულესი საინჟინრო გამოწვევა. და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი არის შესრულებული და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის შენებლობაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 59% დაეთმობა რეკრეაციულ ზონებს. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული არუბის უშუალო ჩართულობით, რაც ჭკვიანი ქალაქის და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, რომ ამხელა შედეგის მოდენა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალის და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ 2029 წელს უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს. ეს იქნება განვითარების და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და ზოგადად საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაუმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე. სიტყვა ეძლევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს. ჩვენ დღეს გვაქვს პატივი საფუძველი ჩაუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარის რეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, უნიკალური არქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა ყოველივე ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია თავის მხრივ ხშირად საუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე. ცხადია ისიც, რომ ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგან პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ ქვეყანას 84 ჰექტარზე განთავსებული 2 ხელოვნური ნახევარკუნძული და 1 ხელოვნური კუნძული შეემატება, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება. სიტყვა ეძლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი და საინტერესო ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამისი ნათელი მაგალითია სწორედ ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია. შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელი, კომერციული და მოსასვენებელ სივრცეებს. მინდა მადლობა გადაუხადო პროექტის ინიციატორებს, დამფუძნებელს კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს. სცენაზე ვთხოვთ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურ დირექტორს ბატონ გოჩა კამკიას. მე მინდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ დღეს მობრძანებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ისტორიული დღე, სადაც ბათუმის კუნძულზე საფუძველს უყრით პირველი მულტიფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობას. აღნიშნული შენობა გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციური მრავალფეროვნებით, კერძოდ აქ იქნება გათვალისწინებული სასტუმრო, აპარტამენტები, საცურაო აუზები, გასართობი ცენტრები და ყველა ის წერტილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე დამსვენებლის კომფორტულ გარემოში განთავსებისათვის. მაგრამ რაც ამ შემთხვევაში არის მთავარი, ეს არის
გზავნილი ჩვენი როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ასევე უმთავრესად რა თქმა უნდა ბიზნეს წრეების წინაშე ის, რომ ბათუმის კუნძული დღეს უკვე არ არის სამშენებლო ობიექტი, ის არის ცოცხალი ეკონომიკური ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია უმასპინძლოს როგორც საერთაშორისო, აგრეთვე ადგილობრივ ბიზნეს და შექმნას აქტიური ბიზნეს გარემო და განვითარება. ორი სიტყვით მე მინდა შევეხო მეორე ისტორიულ ფაქტს, ჩვენ სულ რაღაც 2 კვირის წინ მოვახდინეთ მეორე ნახევარკუნძულის ნაწილის, კერძოდ 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღება და ჯამურად მიწის ნაკვეთებიდან, რომელიც არის 84 ჰექტარი, ექსპლუატაციაში დღესდღეობით მიღებული არის 50%-ზე მეტი. რაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი, ვინაიდან ჩვენი კომპანია უკვე 5 წლით უსწრებს საინვესტიციო ვალდებულებებს და ძალიან ეფექტური მენეჯმენტის პირობებში აპირებს ამ პროექტის მჭიდრო ვადებში დასრულებას. ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს მინდა გავამახვილო ყურადღებად ამ საზოგადოების წინაშე და კერძოდ ის, რომ ამ პროექტის განხორციელებისას ჩართული საქართველოს მთავრობასთან ერთად იყო დაახლოებით 28 სახელმწიფო უწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 24 თვის განმავლობაში ჩვენს მიერ აღსრულებული იქნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა და გლობალური კომპანიების ჩართულობით ქართულმა საჯარო უწყებებმა გამოავლინეს საოცარი და შთამაგონებელი ეფექტურობა ბიზნეს მეგობრულობისა და ამ მსხვილესი პროექტის ადმინისტრირების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ კიდევ ერთი გზავნილი, რომ ბათუმის კუნძული ეს არის კონცეფციური უძრავი ქონების განვითარება, რაც მომავალი თაობების წინაშე შეიცავს გზავნილს, რომ ჩვენი თაობა დაკავებული იყო ძალიან შთამბეჭდავი იდეებით, ძალიან შთამბეჭდავი მიზნებით და ჩვენ დანარჩენ მსოფლიოში უკვე ბიზნესი და სახელმწიფო ერთად ვცდილობდით იმაზე, რომ შეგვექმნა განსხვავებები. და სწორედ ეს ერთ-ერთი უდიდესი განსხვავება არის ამბასადორი აილენდი, რომლის კაფსულის ცერემონიაც გვაქვს დღეს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.